დღეს მინდა მოკლედ გესაუბროთ ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ დისტოპიური ჟანრის პოლიტიკურ რომანზე. ეს აქ არ მოხდება, რომლის ავტორიც არის ამერიკელი ნობელიანტი მწერალი სინკლერ ლუისი. წინი გვიყვება 30-იანი წლების ამერიკაზე, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს ერთ-ერთი სენატორი ბელიოზ უინდრიპი თავისი პოპულისტური სლოგანებით, მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდის დაპირებებით და ამ შემდეგ ის ხდება პრეზიდენტი. თუმცა მის გაპრეზიდენტებას თავიდანვე საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორი, ვინმე დორემუს ჯესაპი და ის აფრთხილებს მოსახლეობას იმის შესახებ თუ რა საფრთხეს შეიცავს უინდრიპის გაპრეზიდენტება და ის ხშირად ავლებს პარალელს იმ ეპოქის ევროპასთანაც, სადაც უკვე არის აღმოცენებული და საკმაოდ ფეხმოგიდებული ისეთი შემზარავი და საშინელი პოლიტიკური იდეოლოგია, როგორც არის ფაშიზმი. თუმცა ამაზე მოსახლეობა, ამერიკელი მოსახლეობა ჯესაპს პასუხობს, რომ შეუძლებელი აქ დამყარდეს დიქტატურა, რადგან ეს არის ამერიკა, თავისუფალი ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყანა და ეს აქ არ მოხდება. თუმცა უინდრიპის გაპრეზიდენტების შემდეგ საკმაოდ მალე იწყება უკვე პოლიტიკური რეპრესიები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც არიან რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტები და პრეზიდენტი აყალიბებს სადამსჯელო რაზმებს და იწყება საშინელი დევნა და რეპრესიები ყველა მეამბოხე ადამიანის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რომანი არის 30-იან წლებში, გასული საუკუნის 30-იან წლებში დაწერილი, ის ჩემი აზრით აქტუალობას საერთოდ არ კარგავს და გვაფრთხილებს იმის შესახებ თუ რა საფრთხე შეიძლება შეიცავდეს ერთი კაცის ხელში ძალაუფლების სრული და უპირობო კონცენტრაცია. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი საკმაოდ პირქუშ და გამაოგნებელ მომავალზე წინასწარმეტყველებს, ავტორი მაინც რაღაცნაირად გვანუგეშებს და გვაიძულებს ვიყოთ გულშემატკივარი ისეთი პერსონაჟის, რომელიც არის არსებული რეჟიმის დაუღალავი და მოხჩაუხრელი, არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მოხჩაუხრელი მებრძოლი დორემუს ჯესაპი და როგორც ავტორი ამბობს, ეს არის ადამიანი, რომელიც ეს არის პერსონაჟი, რომელიც არ შეიძლება რომ მოკვდეს. საკმაოდ მიუხედავად იმისა, რომ დისტოპიური ჟანრია, საკმაოდ პირქუში მომავალიც არის ნაწილასწარმეტყველები, მაინც ტოვებს ავტორი სინათლის რაღაც კვალს რომანის ბოლოს, რომ ბრძოლას აუცილებლად შეიძლება რომ შედეგი ჰქონდეს. მოკლედ, ვისაც არ აქვს წაკითხული ეს შესანიშნავი რომანი და ვისაც უყვარს მსგავსი ჟანრის წიგნები, ეს წიგნი მისთვის არის.